ძვირფასო ბავშვებო, დედებო და მამებო, იჩქარეთ მოინახულოთ ჩვენი ზღაპრის სამეფო. აქ თქვენ გელით კიდევ ერთი ძველი, კარგი ზღაპარი, საოცარი ჯადოსნური, კეთილი და ლამაზი. Bearbank Animation Studios-ი წარმოგიდგენთ მოხუცი ჯადოქრის ზღაპრებს. დღეს მამაცი და გამბედავი მგელ ძაღლის თეთრი ეშვის ამბავს გიამბობთ. თეთრი ეშვი. სცენარის ავტორი ლეონარდ ლი. ჯეკ ლონდონის ნოველის მიხედვით. უიდონ, რა ხდება? ვინ არის? არა, წადით, დაბრუნდით. ეს კაცი ვინ არის? ეს სმიტია, ფორტ იუკანიდან. მამა, გონი მან თეთრი ეშვი მოკლა. არა, ის სუნთქავს შვილო. მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ბანდიტის ცოცხალია. პოლიციას გამოუძახე. ელის, ეს ნაძირელა აქედან წაიყვანონ. შენმა ნახევრად მგელმა და ნახევრად ძაღლმა სიკვდილს გადაგვარჩინა უიდონ. იმედია ჩვენ მას ვუშველით. არა, ის არ მოკვდება. აქამდე იმდენ ტანჯვას გაუძლო, რომ ამ ტკივილსაც გადაიტანს. ახლა სიყვარულით არის სავსე. შვიდად იწექი მეგობარო. მალე გამოჯამრთელდები. ის თავისუფალი დაიბადა. ნახევრად მგელი, ნახევრად ძაღლი. ბუნებით მაინც მგელი იყო. შეფერილობა და ველურობაც მის მგლურ ბუნებაზე მეტყველებდა.
ყველაფერი იცოდა ამ ქვეყნად საკუთარი დედის და იმ იდუმალი ნათელი კედლის გარდა, რომლის მიღმაც დედა უჩინარდებოდა და უკან საკვებით ბრუნდებოდა. კიდევ მან საკვების სუნიც იცოდა. ნათელი კედლის მიღმა გასვლა არ შეიძლებოდა. მან არ იცოდა რა იყო წყალი, მზის სინათლე ან თევზი. ის ჯერ არ იცნობდა ველური ბუნების კანონებს. ბევრი რამ უნდა ესწავლა. ახლა მას უცნაური ცხოველის გაცნობა მოუწევს, რომელსაც ადამიანი ქვია. ზამ კვირცხლი ხარ ჭაღარათა ხო? მართალი ხარ სამოარწიო, ასე რომ არ იყოს ჭაღარა ცალფეხას დამიძახებდნენ. ნახე ჭაღარათა ხო, მას არ ჩიში აქვს და არ წრიდი. სოფელში მას ჭკუას ასწავლიან. ო, სოფელში ბევრი რამის სწავლა მოუწევს. ამ თეთრი ხალხის მიმართ მხოლოდ სიძულვილს გრძნობდა, რადგან აქამდე მას მხოლოდ დედასთან ჰქონდა შეხება და ეგონა რომ დედა მუდამ დაიცავდა. ჭაღარათა ხო, შეხედე. Kicze. Kicze. Dadziaki kicze.
მას არაფერი ესმოდა. დედამისს არაფრის ეშინოდა. მაგრამ ხეცკაცის ხელში ისეთი მორჩილი გახდა, თითქოს ჯადო გაუკეთეს. სამოარწივო, ის ველური ბუნების სამყაროდან დამიბრუნდა. რამდენი მთვარე შეიცვალა, რაც ის მკლებთან ერთად გაიქცა. და შეეჯვარა კიდეც. ეს კი მისი ნაშიერია. მგელს უფრო გავს ვიდრე ძაღლს. შეხედე სამოარწივო, ნამდვილი მგლის მსგავსად ეშვები გამოაჩინა. მე მას თეთრეშს დავარქმევ. თეთრი ეშვი. კარგი სახელია. თეთრი ეშვი. კიჩე სოფელს უნდა შევაჩვიო, თორემ ისევ მგლებთან გაიქცევა. ლეკვი კი მასთან იყოს. სამი თვის შემდეგ დგება დღე, როდესაც ყველა ცხოველი დედას ტოვებს. თეთრ ეშვსაც დაუდგა ეს დღე. ჭაღალად ახლა, შევთანხმდით. კიჩეში ერთ ოქროს გაძლევ. ხო, სამოარწივო, მე კი ლეკვს თეთრ ეშვს ავიყვან. რომ გაიზრდება, ძალიან ძლიერი იქნება. და კარგ სამსახურსად გაგიწევს. შვიდობით სამოარწივო. ფორტ იუკანში მივდივარ. თეთრკანიანებთან სავაჭროდ. წარმატებებს გისურვებ.
თეთრ ეშვს გაუკვირდა ამდენი მხეცკაცი ერთად რომ დაინახა. აქამდე თეთრკანიანი მხეცკაცები არასოდეს ენახა. ისინი წითელკანიანი მხეცკაცებისაგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ისე მხდალო, მე შენდი ჩვენებს ეს. ხედავ ამას, მუშ შეკედან. ის მიხვდა რომ თეთრი მხეცკაცი საკამაოდ საშიში იყო. არ გინდა, მოეშვი. მაგ შენ მგელძალს მიხედე, თორემ იცოდე ნაკუწებად ვაქცევ. თეთრო ეშვა, წავედით. თეთრი ეშვი კვლავ ისეთ სამყაროში აღმოჩნდა, რომლის შესახებ არაფერი იცოდა. თეთრი მხეცკაცების საცხოვრებელს ხის სუნი ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ხე. მათ ცხოველებს თითქმის მისი მსგავსი სუნი ჰქონდათ, მაგრამ მას სულ არ გვანდნენ. ეს უცნაური მახინჯი არსებები ბუნების არასრულფასოვანი ქმნილებები იყვნენ და მას ჰქონდა ეჭვი, რომ ამ ცხოველთაგან ჩხუბი არც ერთმა არ იცოდა. აქ დამელოდე თეთრო ეშვა. ეს ვინ მოსულა? ნამდვილ მებრძოლ მგელძალს გავხარ. შენაირს დიდი ხანია ვეძებ. კარგი ბიჭი. აბა. მოდი. ლამას მიქთან. შვიდად. არაფერს დაგიშავე, პატარა. პირიქით. დავიდაანებე თეთრო კაცო. ის ჩემია. მე ჭაღარა თახვი ვარ. მე მგონი გაგიმართლა, მისტერ ჭაღარა თახვო. ლამაზი სმიტი ლეკვის ყიდვას აპირებს. ყიდვას, ხომ გესმის? ყიდვას. თეთრი ეშვი არ იყიდება. ჩემი ხუთი ოქროკი კარნახობს რომ ის იყიდება. ოქრო? ბედს ვერ ვყიდი, ფული კი მჭირდება. 6 და შევთანხმდით. ზეჯიუტინდელი ყოფილხარ, მისტერ თახვო. რა გაეწყობა? იყო საქმე. შენ აქ დარჩი, თეთრო ეშვა. წამოდი აბა თეთრო ეშვა. ამიერიდან ჩემთან იცხოვრებ. მე და შენ ძმობილო ბევრ ფულს გავაკეთებთ.
ეს ვინ მოსულა? ნამდვილ მებრძოლ მგელ ძაღლს გავხარ. შენაიც დიდი ხანია ვეძებ. ძალიან დიდი ხანი. კარგი ბიჭი. აბა ერთი მოდი ლამას სმითთან. მშვიდად. არაფერს დაგიშავებ, პატარავ. პირიქით. დავიდანებე თეთრო კაცო. ის ჩემია, მე ჭაღარა თახვი ვარ. მე მგონი გაგიმართლა, მისტერ ჭაღარა თახვო. ლამაზის მიტი ლეკვის ყიდვას აპირებს. ყიდვას. ხომ გესმის? ყიდვას. თეთრი ეშვი არ იყიდება. ჩემი ხუთი ოქრო კი მკარნახობს რომ ის იყიდება. ოქრო? ბეთს ვერ ვყიდი, ფული კი მჭირდება. 6 შევტავდით. ფულა ჯიუტინგელი ყოფილხარ. მისტერ თახვო. რა გაეწყობა? იყო 6. შენაკ დარჩები თეთრო ეშვა. ჩამოდი თეთრო ეშვა. ჩამოდი. ამიერიდან ჩემთან იცხოვრებ. მეტი გააფთრებით ძმობილო. რაღაც ისე არ ბრაზობ. მოუმატე მეთქი. მოუმატე ხრენას რომ ამბობ. ასე ჯობია ძმობილო. ძალიან კარგი. ზრდასრულ თეთრ ეშვს სმითი თვეობით ტანჯავდა. ლამას სმითზე სასტიკი პატრონი მთელს იუკანში არ მოიცებნებოდა. სმითს ორი რამ ამოძრავებდა: სიძულვილი და ფული. შვენიერია. არა ჩაულებრივია. სიძულვილის შაშტიკი საბრძოლო მანქანა. მოემზადე ძმობილო. მალე დიდ ფულს ვიშოვით. ყველაფერი თოვლით დაიფარა, ხალხს საქმე გამოელია. ბაშასე, გასართო ბიზნესს ვიწყებთ. დადეთ ფსონი, ბატონებო. ახლა თქვენი ხილავთ მრისხანეველურ ნადის. მადლობ, ბატონო. საშინელ კაცი ჭამიას, თეთრ ერს, რომელსაც ზულ ზაღლები და თქვენ თვალწინ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლებს. მადლობ, ბატონო. ახლა თეთრი ეშვი სიძულვილით იყო სავსე. ბოროტ საზიზღარს მიც იმდენად ვერ იტანდა, რომ ამ სიტყვების გადმოცემა შეუძლებელია. მადლობელი ვარ, ბატონებო, დიდი მადლობა ყველას.
დღეს ორთა ბრძოლაში ვიწვევთ უზარმაზარ მასტიფს. ძაღლი გამოიყვანე. ფსონები დადებულია. მზად ხართ? ბატონებო. იჩხუბო, ნავუშვით, აუშვით. კეცი. ეს ძაღლები ჩხუბი არ არის. გაათრიეთ აქედან. გაათრიეთ. გმადლობ, მისტერ. გამარჯვებული და ჩემპიონი თეთრი ეშვია. მრავალი თვე ბრძოლაში გაატარა და ერთხელაც არ დამარცხებულა. მუდამ შველოდა სისწრაფე, თათებზე დგომის საოცარი უნარი და კიდევ სიძულვილი. ერთ მშვენიერ დღეს არც ერთი საბრძოლო ძაღლი აღარ დარჩა. ძაღლი უღან დააბრუნე. ჩემი ძაღლი აჩრდილს ვერ შეებრძოლება. ფული დაგიბრუნეთ. გარეწრებო. მატყუარებო. თუ ადამიანმა ბუნებას მშვენიერი უმანკო ცხოველი წაართვა და ფულისა და სიამოვნების მისაღებად გამოზარდა. საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება დააკარგვინა, რაც უსაზღრო სიძულვილმა შეცვალა. ლამაზი სმიტი არ იქნებოდა, ბრძოლისთვის კიდევ ერთი ძაღლი რომ არ ეპოვა. თუ შეიძლება რომ ამ არსებას ძაღლი ეწოდოს. სონს ყველა ჩამოვიდა. მიდი, კარგია. ატეკი, საზისგარო უკნა რა, ატეკი. ადექი პირუტყა. ადექი ეჩხუბე, თეთრო ეშვო. ადექი მეთქი. შეჩერდით. ეს უნამუსობაა. არ მიეკარო. ეს უკანონობაა, შემიძლია დავამტკიცო. ჩემს სტიქში ვწერ, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა მკვლელობაზე უარესია. გაეთრი აქედან. ბულდოგმა ის ბრძოლაში დაამარცხა, თავი დაანებე. ეს ხომ ბარბაროსობაა. დიდი სურვილი მაქვს ყველა პასუხებაში მიქცეთ. შენ, მოდი აქ. შენი ძაღლი აქედან მოაშორე.
გამომართვი. აქ $150. კარგი თანხაა მგელძაღლისთვის. იმის გათვალისწინებით რა დღეშიც ის ჩააგდე. ზეიმი ჩაგვიშხამა დოკლაპია მამა. მოკლავ, იცოდე. მოკლავ. ერთი ადამიანის მიერ ველური სამყაროს წარმომადგენლისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება მეორე ადამიანს არ ძალოძს. ერთადერთი რაც მას შეუძლია საბრალო არსებას სიკეთისა და მზრუნველობის მაგალითი უჩვენოს. სწორედ ასეთი კაცი იყო უიდონ სკოტი. ნუ გეშინია პატარავ, არაფერს დაგიშავებ. ჯანდაბა. არა, არ გადანაშაულებ თეთრო ეშვა. შენი ყოფილი პატრონი ასე არ გეძახდა? შენ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარე, არა? გამომართვი, პატარავ. აიხე. ეს პირველი დღე იყო ზრდასრული თეთრი ეშვისთვის, როდესაც მას გალიაში არ გაეღვიძა და რამდენადაც ახსოვდა პირველი დღე იყო, როდესაც ადამიანი არ სცემდა. მიდი ძმობილო, ჭამე. ვიცი რომ შეერი ხარ. მან იცოდა რა იყო ძალადობა, ბრძოლა, სიკვდილი. იცოდა რა იყო საკვები, რადგან ოდესღაც ცხოვრებაში პირველად იგემა, მაგრამ ადამიანის სიკეთის შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომაც უნდობლობით იყო სავსე. მიდი, ჭამე, საჭმელი საკმარისად გვაქვს. ძლევამოსილ თეთრ ადამიანს უკბინა და საჭმელი შეუჭამა. რისთვისაც კი არ დასაჯეს, პირიქით. წაახალისეს კიდეც. მიდი ძმობილო, ჭამე. რამდენიც გინდა იმდენი ჭამე.
გონი თამაში გავერთეთ. იცით მობილო, მტკივნეულია. მიმდინარე მოვლენათა ფონზე ეს თითქოს მისი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდი იყო, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაც ოდესმე თავს გადახტომია. იცით მობილო, გონი ერთმანეთის მიმართ ნდობა გაგვიჩნდა. რამდენიმე დღეცა გამოკეთდები. საცხოვრებლად ჩემს სახლში წაგიყვან. ორი თვის თავზე უიდონმა თეთრი ეშვი ქალაქში წაიყვანა, თავის სახლში. ელის! ჰეი, ელის! მე ვარ, დავბრუნდი. ელის! ვაიმე, უიდონ, ეს რა არის? გელს გავს. სწორედ რომ გელია. ყოველ შემთხვევაში ნახევრად მაინც. მაგრამ არაფერს გავნებთ. ელის, დამშვიდი, მას თეთრი ეშვი ჰქვია. მის ამბავს გიამბობთ. ვრცელი ისტორია. შუა ზაფხულში თეთრი ეშვი სკოტის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. გონი ჩვენმა კოლიმ თეთრეშს დაადგა თვალი. უნდა მოითმინოს ელის. აქამდე სხვა ძაღლის გვერდით თუ იყო, მასთან მხოლოდ ჩხუბი უწევდა. წესით ახლა აქედან უნდა გააგდოს. ერთი შეხედე კოლის. როგორ გამოიცვალა? გახსოვთ ადრე გაუთავებლად რომ უღრენდა? ჩემო უიდონ, კალი რო ბუნებით მერყევია, კი უნდა იცოდე. ის დრო მაგონდება ჩვენ რომ ერთმანეთი გავიცანით. თეთრი ეშვი გამოიცვალა. უიდონ სკოტის მიმართ, რომელსაც ახლა პატრონად აღიქვამდა, ნდობით აღივსო, რაც ერთგულებაში გადაიზარდა. ეს ძირითადად უილდონ უმცროსზე ზრუნვაში გამოიხატებოდა. შენი საქმე წასულია, ლამაზოსმით. ერთ კვირაში გამოკეთდება, თუმცა მისი სიცოცხლე ბეძვზე ეკიდა. ჩემმა მგელმა სიკვდილს გადაგვარჩინა. იმედია სმით სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ჩააყუდებენ. ეს კოლი ხომ არ არის? ამ აყალ-მაყალში სულ დამავიწყდა. რაღაცის თქმა უნდა, დედიკო. მამიკო. მობილო, გონი რაღაც უნდა გიჩვენოს. რა საყვარლები არიან? თქვენთან ერთად ბავშვებო, მოვიარე მთავარი და კეთილად დავასრულეთ ჯადოსნური ზღაპარი. მალე ისევ შევხვდებით, წასვლის ჟამიც დადგა. ზღაპრებით მოგსავსე თქვენთვის ჯადოსნური ჩანთა.